ვაგრძელებთ საუბრებს ამოცანების ამოხსნის ზოგადი მეთოდიკის საკითხებზე. შემდეგ ეტაპზე ვახორციელებთ ამოხსნის შესრულებას. ესე იგი, აქ ჩვენ უნდა შევადგინოთ სათანადო გეტყვი, რომელსაც თან სდევს შესაბამისი კომენტარი. საჭიროების შემთხვევაში დეტალურიც. როგორც ცნობილია, დაწყებითი სკოლის საგაკვეთილო პროცესში წარმოდგენილი ამოცანების დიდი უმრავლესობა ამოიხსნება ზეპირად და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება მისი გაფორმება. ასეთი მიდგომა ეხმარება მოსწავლეს მართებულად წარმართოს მსჯელობა და შესრულებული მოქმედებების შესახებ გააკეთოს სწორი ახსნა-განმარტებანი. სასურველია ყოველ მოქმედებას უსწრებდეს შესაბამისი ახსნა-განმარტება, ხოლო მის შესრულებას კი დამადასტურებელი კომენტარი. ეხლა ვიწყებთ ასე. რაც წარმოადგენს ჩვენი განტოლება? თავისთავად ცხადია, რომ ეს არის პროპორცია. როგორ შეიძლება ამოხსნათ? ან რა ხერხი შეიძლება გამოვიყენოთ მის ამოსახსნელად? თავისთავად ცხადია, ყველაზე მართებული პასუხი იქნება, რომ აქ საჭიროა გამოვიყენოთ პროპორციის თვისება. კიდურა წევრების ნამრავლი ტოლია. კიდურა წევრები ჩვენ შემთხვევაში ეს გახლავს 25 და x-ისა და 3-ის ჯამი, ხოლო მეორე კიდურა წევრი ეს არის x და 40. მას შესაძლოა ჩვენ გვაქვს ასეთი განტოლება. 25-ისა და x-ისა და 3-ის ჯამის ნამრავლი და 40-ისა და x-ის ნამრავლი. თუ ამ ორ გამოსახულებას გაუტოლებთ ერთმანეთს, მივიღებთ ასეთ ტოლებას. 25-ის ნამრავლი x-ისა და 3-ის ჯამზე ტოლია 40-ის x-ზე ნამრავლის. ამ განტოლების ამოხსნით ჩვენ გასაკვირველია გავიგებთ რვეულების ფასს. სათანადო მოქმედებებით პირველ შემთხვევაში ფრჩხილების გახსნით მარცხენა მხარეთ, ანუ 25-ის x-ზე ნამრავლით და შემდეგ 25-ის 3-ზე ნამრავლით და მათი გაერთიანებით მივიღებთ, რომ 25 x-ისა და 75-ის ჯამი უდრის 40x, აქედან აღმოჩნდება, რომ 15x ტოლია 75-ის და აღმოაჩენთ, ან გამოვიანგარიშებთ, რომ x არის 5-ის ტოლი. მაშინ რა არის x? x არის ნაყიდი რვეულების ფასი. რის გაგება შეგვიძლია ამის შემდეგ ჩვენ თავისუფლად გავიგებთ, რამდენი უჯრებიანი და რამდენი ხაზიანი რვეულები შეიძინეს. როგორ გავიგებთ ამას? შესაბამისი რვეულების ღირებულებას თუ გავყავთ მათ ფაზზე, გვექნება ამ რვეულების რაოდენობა. მაშინ თუ 25-ს გავყავთ 5-ზე, მივიღებთ 5-ს და ამითი გავსაზრდოთ ხაზიანი რვეულების რაოდენობას, ხოლო თუ 40-ს გავყავთ 5-ზე, მივიღებთ 8-ს, რითაც გავიგებთ უჯრებიანი რვეულების რაოდენობას. ამის შემდეგ ყველა ვაკეთებთ შესაბამი ჩანაწერს რვეულებში. ანუ თავიდან განტოლებას აქვს, როგორც გახსოვთ, ასეთი სახე 25-ის x-ზე განაყოფი ტოლია 40-ის x + 3-ზე განაყოფისა. აქედან 25-ისა და x + 3-ის ნამრავლი ტოლია 40-ისა და x-ის ნამრავლის. შესაბამისად, აღმოაჩენთ, რომ x უდრის 5-ს და ამის შემდეგ გავიგებთ,
რომ 25-ის 5-ზე განაყოფით ვღებულობთ ხაზიანი რვეულების რაოდენობას 5-ს და უჯრებიანი რვეულების რაოდენობას 8-ს. პასუხი ასეთია, შეიძინეს 5 ხაზიანი და 8 უჯრებიანი რვეული. ეხლა უნდა შევამოწმოთ ამოცანა. ამოხსნის შემოწმება განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რადგან იგი თვით კონტროლის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ ვიყენებთ შემოწმების რამდენიმე ხერს. პირველი, ამოხსნათ შებრუნებული ამოცანა. თავისთავად ცხადია, ჯერ უნდა შევადგინოთ იგი და მერე ამოხსნათ. წარმოდგენილი ამოცანის შებრუნებული ამოცანა ჟღერს ასეთნაირად. შეიძინეს 1 ფასის 5 ხაზიანი და 8 უჯრიანი რვეული. რამდენი გადაიხადეს ხაზიან და რამდენი უჯრიან რვეულებში. თუ უკანასკნელში გადაიხადეს 15 თეთრით მეტი. ეხლა სათანადო მსჯელობით და სათანადო აღნიშნებით ჩვენ მივაყთ ასეთ დასკვნამდე. თუ X-ით აღნიშნავთ რვეულების ფასს, მაშინ აღმოჩნდება, რომ უჯრებიანი და ხაზიანი რვეულების სხვაობის ნამრავლი უცნობზე ტოლი იქნება 15 თეთრის. ანუ თუ 8-ს გამოაკლებთ 5-ს, გავიგებ თუ რამდენით მეტი უჯრებიანი რვეული უყიდიათ. ამასთანავე ჩვენ ვიცით, რომ უჯრებიანში გადაიხადეს 15 თეთრით მეტი. მას შესაბამე ჩვენ შეგვიძლია 8-სა და 5-ის სხვაობის X-ზე ნამრავლი იქნება ზუსტად აი ამ 15 თეთრის ტოლი. აქედან აღმოჩნდება, რომ 3X-ი უდრის 15-ს და X-ი უდრის 15-ის 3-ზე განაყოფს. და მასშტაბი X-ი უდრის 5-ს. შეგვიძლია ასევე გავსაზრდოთ, რომ 5-ს თუ გავამრავლეთ 5-ზე, აღმოაჩენთ, რომ ეს არის 25-ის ტოლი, ანუ 5 რვეულში გადაიხადეს 25 თეთრი და 8-ის 5-ზე ნამრავლით აღმოაჩენთ, რომ ეს არის 40-ის ტოლი, რაც მიანიშნებს იმ თანხას, რამდენიც გადაიხადეს უჯრებიან რვეულებში. მასშტაბი შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ჩვენი ამოცანა ახსნილია მართებულად. ეხლა ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე მიღებული პასუხი ჩავსვათ პირველ განტოლებაში. ანუ X-ის ნაცვლად ჩავსვათ 5. ჩვენი საწყისი განტოლება გახლავს 25 გაყოფილი X-ზე უდრის 40 გაყოფილი X-ისა და 3-ის ჯამზე. თუ აქ ჩავსვათ X-ის მაგივრად 5-ს, მივიღებთ აი ესეთ გამოსახულებას 25 გაყოფილი 5-ზე უდრის 40 გაყოფილი 5-ისა და 3-ის ჯამზე. ანუ აქაც მივიღებთ, რომ 5 არის 5-ის ტოლი. ესე ამითიც ვადასტურებთ, რომ ამონახსნეს სწორია. შემდეგი მომენტი. ამოცანა ამოხსნა სხვა ხერხით. გავიხსენოთ ამოცანა. შეიძინეს 1 ფასის ხაზიანი და 3-ით მეტი უჯრებიანი რვეული. ყველა ხაზიანში გადაიხადეს 25 თეთრი და ყველა უჯრებიანში 40 თეთრი. რამდენი ხაზიანი და რამდენი უჯრიანი რვეული უყიდიან. თუ X-ით აღნიშნავთ რვეულების ფასს, მაშინ გამოდის, რომ უჯრებიანში გადაიხადეს 3-ჯერ X-ი თეთრით მეტი ვიდრე ხაზიანში. ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ შეგვიძლია ეს რაოდენობა გავსავსოთ ასე. უჯრებიანი რვეულების ღირებულებას გამოვაკლოთ ხაზიანი რვეულების ღირებულება და მასშტაბით ჩვენი განტოლება მიიღებს ასეთ სახეს. 3X-ი უდრის 40-ისა და 25-ის სხვაობას, მასშტაბით 3X-ი უდრის 15-ს და აქედან გავიგებთ, რომ რვეულის ფასი გახლავთ 5 თეთრი. და შესაბამისად 25-ის 5-ზე გაყოფით მივიღებთ, რომ შეიძინეს 5 ხაზიანი რვეული
ხოლო 40-ის 5-ზე განაყოფით მივიღეთ, რომ მათ შეიძინეს 8 უჯრებიანი რვეულები. ამითაც დასტურდება, რომ ამონახსნი სწორია. და კიდევ ერთი ხალხი, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ დავადასტუროთ ამოცანის ამოხსნის მართებულობა, ეს არის ამონახსნის სავარაუდო საზღვრების დადგენის ხერხი. ამოცანის გარჩევის დროს სასურველია დავადგინოთ, რომელ საზღვრებში, ანუ რომელ რიცხვზე მეტი ან ნაკლები უნდა იყოს სავარაუდო პასუხი. ერთის მხრივ ვიცით, რომ სხვაობა უჯრებიანსა და ხაზიან რვეულებს შორის არის 3, ხოლო მეორეს მხრივ ღირებულებებს შორის სხვაობა 15-ის ტოლია. შეგვიძლია დავასკვნოთ, ხაზიანების რაოდენობა შეიძლება იყოს 5-ის ფარგლებში, ხოლო უჯრებიანისა რვის ფარგლებში. ამოცანის ამოხსნის შემოწმების აქ წარმოდგენილი სახეები უნდა შეიცეს იმის მიხედვით, თუ რომელია ყველაზე მოხერხებული მოცემულ სიტუაციაში. ამოცანის ამოხსნის სწავლება საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. მყარი უნარების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მთელი რიგი ტიპური ამოცანების ამოხსნა, რათა მოსწავლე დახელოვნდეს ამოცანის ალგორითმის შედგენასა და მის მომდევნო რეალიზაციაში. მადლობთ ყურადღებისათვის.